სტამბოლის პროვინციული ჟანდარმერიის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია რამდენიმე ადგილას და ერთმანეთის პარალელურად ჩაატარეს. 19 ყველაზე ცნობილი ადამიანი, მათ შორის მსახიობები, მომღერლები, ტელევარსკვლავები და იუმორისტები ახლა იზოლატორში იმყოფებიან. შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები თურქეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში დააკავა, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ სპეცოპერაცია ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების შესახებ დაწყებული გამოძიების ნაწილია და მსახიობები და მომღერლები ჟანდარმერიაში ამ საქმის ფარგლებში ანალიზების ჩასაბარებლად და ჩვენებების მისაცემად გადაიყვანეს. გამოძიება შეეხება ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების მოხმარების დანაშაულს, რაც თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 191 მუხლით რეგულირდება. დაპატიმრების ან დაკავების ორდერები გაცემული არ არის. გამოძიება ამ ეტაპზე შემოიფარგლება ბრალდებების გადამოწმებითა და ფაქტების დადგენით, რისთვისაც აუცილებელია სისხლის ანალიზისა და მოწმეთა ჩვენებების შეგროვება. შოუ-ბიზნესის სამყაროს სკანდალი თურქული მედიის მთავარ თემად იქცა. ირკვევა, რომ აყვანილთა შორის ტელესერიალებიდან ისეთი ცნობილი სახეებიც არიან, როგორიცაა ირჯე აკალაი, დემეთ ევგარი, კუბილაი აკა, ბერაკ ტუზუნაჩათი, დილან ფოლათი, ირემ დერიჯი, ოზგე ოზპირიჩი, ზეინე მერიჩი და სხვები. მათი გვარები ახლა პროკურატურის დერეფნებში და ტელეეკრანებიდან ისმის. გამოძიება ეხება საზოგადოებისთვის ცნობილ 19 სახეს, მათ შორის მომღერლებს, ასევე სოციალური მედიის წარმომადგენლებს. სტამბოლის პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობამ ოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანების დიდი ჯგუფის სისხლის ნიმუშების ასაღებად ჯანდაცვის ცენტრებში, შემდეგ კი ჩვენების მისაცემად ჟანდარმერიის სარდლობაში გადაიყვანეს. ცნობილი სახეების წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოძიებას თურქეთის სამართალდამცველი უწყებები ნარკოდანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობით ხსნიან. სტამბოლი ახლა გამოძიების გამოკითხვებისა და ანალიზების შედეგებს ელის. თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსი ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევებში მოქნილ მიდგომებს ითვალისწინებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე მხოლოდ პირად მოხმარებას ეხება. 191 მუხლი, რომლის საფუძველზეც გამოძიება მიმდინარეობს, ხელისუფლებას დაკავების ნაცვლად რეაბილიტაციის, გამოსაცდელი ვადის ან სავალდებულო მკურნალობის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს.